ვარ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე. ჩემი შვილი არის უკანონოდ დაპატიმრებული, როგორც ბევრი სხვა დაპატიმრებული პოლიტიკური ნიშნით. და ზუსტად ვიცი, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით და არა რაღაც დანაშაულებრივი ქმედებებით. მე არ ვიყავი სახლში. ჩემი მეუღლე იყო სახლში და ანდრო მუშაობდა კომპიუტერთან, თავის პროექტზე. ძალიან ბევრი პოლიციელი შემოვარდა. არ იქცეოდნენ ცუდად, არ უცემიათ. უბრალოდ ესე ოთახებში შეიხედეს, დაახსხდნენ, ეკითხებოდნენ ანდროს როგორ რომელ თეატრში ხარ, რა ფილმებში თამაშობ. ძალიან ისე ვითომ კარგი პოლიციელები. და მე ანდრო მითხრა რომ მალე წამიყვანეთ რა თუ მიყავართ და ხდე ჩემ მოვაო და არავ ჩვენო ველოდებითო იმეცო ტელეკომპანია იმეცო და გაჭიანურდა იმიტომ რომ ისინი იგვიანებდნენ და უკვე ეზოში რომ შემოვედე და ვინახე უამრავი პოლიციელი გადაშავებული იყო ეზო მე თვითონ ვიკითხე რომ აქცია და ხო მითხრეს და უკვე მე ჩემ თვალწინ გამოიყვანეს სადარბაზოდან და ну შეგრძნება ეხა ალბათ საშინელი შეგრძნება იყო საშინელი მე და ჩემი მეუღლე ხმას ვერ ვიღებდით აი ვერ ვლაპარაკობდით სამართალდამცველები ატარებენ გამოძიებას, ეს არის 225 და 229 პრიმა მუხლები, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას. სავარაუდოდ მსახიობის დაკავება სწორედ აი ამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა, თუმცა როგორც გითხარით, დამატებითი დეტალები ჯერ ჩვენთვის არ არის ცნობილი. სამართალდამცველებმა მსახიობი დაახლოებით 1 საათის წინ წაიყვანეს, სავარაუდოდ ის ახლა არის უკვე გამოკითხვაზე და დეტალებიც ამის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი. მე სასამართლოზე არ მივსულ ვარ, ეხლაც არ ვაპირებ რომ მივიდე, იმიტომ არ შემიძლია ანდროს საბრალდებულო სკამზე. ну აი მაგის უნარი უკვე არა მაგ. ეხლა რომ მითხრან, თქვათ, ну არ მეუბნება მაგას, მაგრამ პაემანიც რომ შემთავაზონ, ვერ წავალ. ეს არ შემიძლია და იქ არ ყოფილვარ, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი იყო და მითხრეს რაღაც ძალიან კაი სიტყვა თქვა თვითონ, რომ სიმართლე როდესაც არის და ეს ენერგია, ეს აი აქ არის ამ დარბაზში და თითქოს საერთოდ არ ვიცი, ფოტოებსაც ვერ უყურებ. თითქოს სხვა ადამიანზე ლაპარაკი და სხვა რაღაც რეალობის შეგრძნება მაქვს ცოტა დაკარგული. ძალიან სოლიდარული ვარ ყველა დედის მიმართ, რომელსაც ეხლა თავის შვილი ციხეში ყავს და მე კიდე გადავრჩი იმას, რომ არ არის ნაცემი და რამდენი დასახიჩრებული ახალგაზრდაა და იმათ დედებმა რა თქვან, თავში რო ურტყეს და დაასახიჩრეს ეს ბავშვები, ახალგაზრდა გულანთებული ბავშვები, იმათ დედებმა რა თქვან. ძალიან მინდა რომ აი ამ დედებთან რაღაცნაირად უფრო დავაახლოვდეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აი თუ რამე დაჭირდათ ჩემგან, ფიზიკურად, მორალურად, რა ვიცი, აი ყველაფერზე აბსოლუტურად ყველანაირად დაუდგები ხაშტო ეს მეც დავამშვიდებს, რომ ვიყო რაღაცნაირად ახლოს ამ ხალხთან. ძალიან განმეცდი, აი პირდაპირ დღეს ისე დილით გავეღვიძე საშინელმა აღელვებულმა მსახიობი ცხინვალის თეატრიდან, რომელმაც შიმშილობა დაიწყო და შემთხვევაც არ უწყობს ხელს, 5 შვილი ყავს, ცხოვრობს აი ამ საოკუპაციო ზონასთან. ჩემზე ძალიან იმოქმედა ამან და მე არ მინდა მარტო ჩემ შვილზე ლაპარაკი, იმიტომ რომ კიდევ უარესი რაღაცები ხდება და კიდევ უარესი მდგომარეობაში მყოფი ადამიანები და
ამიტომ ყველას მიმართ სოლიდარული ვარ. ისინი ჩემს მიმართ არიან სოლიდარულები და რაღაცნაირად უნდა გავძლოთ. ძალიან მიჭირს, ნამდვილად ძალიან მიჭირს, მაგრამ არ გავწყდები და გამწარებულ დედაზე საშიში და უარესი ალბათ არაფერი არ არის. მე ვარ ანდრო. რაც თავი მახსოვს მსახიობობა მინდოდა. ისე არ ავიჭეროდა რომ მართლა მსახიობი გავხდებოდი ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. მე თვითონაც თავიდან ვერ მივხვდი რატო ანდრო. ეს იყო სამაგალითო წინასწარ გამიზნული არჩევანი მაგათი. ალბათ ეს იყო, მე არ ვიცი, სხვა აბარა უნდა ყოფილიყო. იმედი მაქვს რომ ახალ რაღაცებს შეიძენს იქ სადაც არის და იმედი მაქვს რომ დამბრუნდება მალე და გააგრძელებს თავის პროექტს, თავის მეგობრებთან ურთიერთობას, თეატრს, კინოს. ძალიან უყვარს თავის პროფესია და ეხლა კიდე თვითონ აკეთებდა ძალიან დიდ პროექტს. ფილმის გადაღება უნდოდა თავის თავზე, მენტალური ჯანმრთელობა და მთა. და იყო არის ეგეთი პროექტი, რომ 7 მთაზე უნდა ავიდეს. აი მომზადება, ვთქვათ, როგორ ემზადება, როგორია ანდრო ცხოვრებაში, როგორ ურთიერთობა შვილთან, როგორ რეპეტიციებზე როგორ დადის, აი აქედან მოყოლებული, მე როგორ ემზადება აი ამ მთაზე ასასვლელად და პირველი მთა უნდა ყოფილიყო კილიმანჯარო, 10 იანვარს უნდა წასულიყვნენ და ეს ყველაფერი უნდა კამერით გადაეყო. ანდრო ნამდვილად არ იყო ასეთი აქტივისტი, აქტიური რაღაცა, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა ეს აი რუსულ კანონთან დაკავშირებითაც თავისი პოზიცია ჰქონდა, ყოველთვის დადიოდა აქციებზე თავის მეგობრებთან და თავის კოლეგებთან ერთად. ძალიან განიცდიდა ამ ყველაფერს. არ იცი ეს ბევრი ლაპარაკი ვთქვათ რაღაც, მაგრამ ვატყობდი რომ ძალიან განიცდის. ანდრო ძალიან მშვიდია, ზედმეტად მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ამ სიმშვიდეში სულ მაინტერესებს ხოლმე, რომ აი რა აქ შიგნით და სულ რაღაც ვეკითხები ბევრს და აი არც ძალიან თავმდაბალი ადამიანია ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. მე ანდროს მუშაობა უნდა, ანდროს უნდა პროექტის გაკეთება, ანდროს უნდა სპექტაკლში თამაში, ფილმში გადაღება, ყველას იმ ახალგაზრდებს, ვინც ხელოვანები არიან, ყველას ენატრება თავის საქმე, ყველას უნდა რომ გააკეთოს თავის საქმე და არავინ არ აცლის ამას. ცუდ სიზმარშიც ვერ ვიფიქრებდი, რომ აქამდე მივალთ. ჩვენ მე მგონი ყველამ ერთად საზოგადოებამ რეაგირება დავგვიანეთ. საქართველოს გაუმარ! 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 აი ეს შავი ძალა, რომელიც არის ეს დაპირისპირებული საზოგადოებასთან, მე რატომაც ეგრე მომივიდა თავში დღეს, რომ ეს არის ბოლშევიკების შთამომავლობა. ბოლშევიკების შთამომავლობა, რომლებიც 37 წელს ეხლა უბრალოდ მუხლი არ არის დახურეთ, ისტორია ალბათ ყველას წაგვიყვანდნენ და მოგუშვერდნენ იარაღს. ეს ჯოჯოხეთი იმედია რომ მორჩება და ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ოქროს წუთებია ეს ახალგაზრდებისთვის. მე მთლიანობაში უყურებ სურათს, მარტო ჩაბღაუჭებული ამ ჩემ შვილზე და ვაიმე ჩემი შვილი რატო დაიჭირეს. გულწრფელად გეუბნებით, ესე არ ვფიქრობ, რომ აი ყოველ დილით ვიღვიძებ საერთო სურათით, საერთო ფონით ახალგაზრდების შემატკივრობით, რა ვიცი. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ სხვა გზა არ აქვს უბრალოდ. ან უნდა გადავიჩეხოთ და არ ვიარსებოთ, ან უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა არ აქვს. ეხლა ან ვართ და ვრჩებით, როგორც საქართველო, ან ვიჩეხებით და ვქრებით. ყვდებით როგორც ქვეყანა. დიახ, ანდრო თამაშობს ამ სპექტაკლში და ჩემი საყვარელი სპექტაკლია მიშა ჩარკვიანის დადგმული. ძალიან მაგარი სპექტაკლია, თუ არა გაქვთ ნახე, უცებად კარგი დრო რომ დადგება მალე, უცებად ნახეთ. დიახ, ყვდებით როგორც ქვეყანა.